საღამომშვიდობის მეგობრებო, 30 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ღამის შოუს ბენდის კონცერტი გაიმართება. მოგიწოდებთ ყველას, რა თქმა უნდა, მობრძანებისკენ, ის სიამოვნეთ და დაესწარით. რაც შეეხება გელა გნოლიძეს, ის იძახის, რომ ხალხი დამასწრებინა რეპერტუარის არ მეშინიაო. ისე გელას სიმღერების ავტორებიც რომ მოვიდნენ, სად უნდა დაეტიოს ამდენი ხალხი, მე წარმოდგენა არ მაქვს. ძვირფასო მეგობრებო, კონცერტის შემდეგ თუ სახლში ტაქსით წასვლა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ჯაბოვიჩის მანქანა ცოტა სვავს. გთხოვთ კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ახლა სახალხოთ რა, ხო მართლა. ბილეთებზე ნუ მირეკავთ. მე თვითონაც გადამყიდველისგან ვიყიდე. რომ არა ჯაბოვიჩი ალბათ გარეთ დავრჩებოდი. ხო, მართლა, კონცერტის ბოლოს გელა აპირებს მაყურებლებში გადახტომას. და აბა, თქვენ იცით ახლა არ შემარცხინოთ. თუ დაიჭერთ, თუ არა და წამოაყენეთ მაინც კაცი რაღაცნაირად მიეხმარეთ გამოდგომაში არ შეიძლება. მადლია. შემდეგი ამბავი კეთილმეზობლურია საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში 2029 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივ მასპინძლობაზე FIFA-ში განაცხადს წარადგენენ. ენჭისყრა სავარაუდოდ ავლაბარში გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი შალახოთი გაიხსნა. ხო. დაახლოებით რომ გითხრათ ახლა აი ასეთი სიმღერა გამოვა რა, დათა მომეხმარე. ერევანი და თბილისის ქუჩები, იქით სევანი, აქეთ თუ ბრუნდები, ბათუმისას კი ანათებს ბურთი რიტმზე. აქეთ ბორჯომი, იქ დილიჟანი, სავსეა ტურისტით, ეს არის ნიშანი და ყველგან ისთვის გამარჯობა ბარებწეს. კარგია, ჩამოვიდნენ ტურისტები მსოფლიოდან და იქნებ ბელგიელმა კაცმა მაინც გადაწყვიტოს ქართული ღვინოს ჯობს თუ სომხური კონიაკი. ერთი სიტყვით 2029 წელს ფეხბურთის გულშემატკივრებს ტოლმას და ხინკალს ვთავაზობთ. მეტი რა გითხრათ? სხვანაირი ამბებია ამერიკაში, სადაც ამერიკელი მამაკაცი მაისურზე წარწერით არასდროს ვკამათობ, ქუჩაში ჩხუბისთვის დააკავეს. ახლა დადის მაისურით ესეთი წარწერით. არასოდეს თქვა, არასოდესო. თურმე, ახლა რაში იყო საქმე? ამ კაცმა, ვისთანაც იჩხუბა, იმას მაისურზე ეწერა თურმე, არასოდეს კამათობ, არა კვახიო. ჩვენ შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი, უკონფლიქტო გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. თუ ასია. ჩვენი სტუმარია მეგობრებო, ევროვიზია 2025 წლის კანდიდატი საქართველოდან მარიამ შენგელია. შევეგებო. აქა მშვიდობა. მოგესალმები. აქა freedom. მოგესალმები. ხო ის სადღე თამადად თუ დაგნიშნავენ? კი, მშვიდობის სადღე გძელა ჩემია. ხო, ღმერთს დიდება ჩვენ ფრიდომა. ანუ ეგეთი ამბავია. მოგესალმები, მარიამ. მოგესალმები. ჩემო კარგო, როგორ ახარ, აბა მითხარი. გადასარევად კარგი. კარგად, ძალიან კარგი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ აუცილებლად მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გეუბნები და ჩემი პირადი აზრი ისედაც იცი რომ მთელი სულით და გულით გულშემატკივრობ, იმიტომ რომ საოცრად ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ და ძალიან გვიყვარხარ და დარწმუნებული ვარ რომ მაქსიმუმს გააკეთებ იმის რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელო და უღრმესი მადლობა. ეხლა მითხარი როგორ მიდის სამზადისი, როგორ მიიღერო აი ეს პირველი ემოციები რა იყო შენი, ნუ მოკლედ მოგვიყევი რა ყველაფერი რა. ძალიან ესეთ შოკში ვიყავი, თან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ხელა აუდიტორიის წინაშე არ წავსდგარ ვარ არასდროს და ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა. თუმცა ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად წარუადგინა ევროვიზიას. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თუმცა არაერთგვაროვანი გამოხმაურება იყო. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრს გაუხარდა
და გულშემატკივრობს და რაღაც რაოდენობა ადამიანებმა ხო რაღაცა ნუ როგორც იციან ხოლმე გამოთქვეს ესეთი თავისი უცნაური უკმაყოფილება. ამას დაკავშირებით რა რეაქცია გაქვს ხოლმე? იცი არის ეს ყველაფერი ჩემთვის არის мотиваცია რა თქმა უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ ყველაფერს საჩემოდ ვიყენებ და მეხმარება ეს ყველაფერი იმაში რომ ძალა მოვიკრიბო და ყველას დავუმტკიცო რომ საქართველოს აუცილებლად უნდა გადავიდეს ფინალში. კი ბატონო. თუ რამე წარმატებას მივაღწევთ და დარწმუნებული ვარ რომ ალბათ ესეც იქნება, ყველას ეძღვნება მოკლედ კი, მათაც ვისაც კი ესეთი უცნაური შეფასება გქონდა. გეთანხმები ჩემო მარიამ, ერთი იცოდე რომ რა ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი კომაგობ და გულშემატკივრობს. ეხლა მაინტერესებს ფრიდონზე კი არა და ფრიდომზე თუ შეიძლება ხუმრობა, რამე რო ვთქვა. რა თქმა უნდა, მე ძალიან ხუმრობ ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ შეხედე როგორ რაღაცა მაგალითად რომ აი გისურვებ რომ შენი freedom მარიამ მელ გიბსონის freedom-ზე პოპულარული ყოფილიყოს მეტი კარგი რა გისურვ არ ვიცი რა. თუმცა მან სხვა კონტექსტი იყო რეალურად და სხვა კონტექსტი დაიწყეს გლიცინი და მაგრამ კარგია რომ შენ ცხალისობ რეალურად. რომ კამერაში ვთქვა, სად უნდა ვთქვა. რვავე კამერა შენ გიღებს მარიამ. კი ბატონო. ცალსახად თავისუფლებას ამღერი და ცალსახად თავისუფლება არის ჯები მესიჯი. ეს არის რეალური რაც უნდა მეთქვა. ზუგდიდელი ხარ? კი. ხომასია. დიახ. რომ გაიმარჯვო მარიამ მომავალ წელს ევროვიზია ზუგდიდში ჩაატარებე? აუცილებლად. ხო? კი. ანუ ეგ ამბავია, ხო? რომ გაიმარჯვო ზუგდიდში იქნება ევროვიზია. ურა მაგარია. თან მე მგონი ძალიან მეგრული პროექტია ეგ სხვათა შორის. დააკვირდი სახელს? ევროვიზია. კი, ანუ ევროვიზია. მეგრულია და მან გაქვს ყველაზე დიდი შანსი წარმატების. თუმცა მანამდეც იყო ესეთი ამბავი შენი შემხებლობა ევროვიზიასთან, რომ 2020 წელს ხო, თორნიკე ყიფიანის ბექ ვოკალისტი უნდა ყოფილიყავი. და ნუ პანდემია იყო მაშინ, საოცარი სიმღერა მე გქონდა თორნიკე ყიფიანთან ერთად, თუმცა იდეაში შემდეგ წელსაც ვიყავი, მეორე წელს სიმღერა შეიცვალა, შემდეგ წელსაც ვიყავი ბექ ვოკალისტი, თუმცა მე სიმღერა შეიცვალა და ნუ მოკლედ დაირია ყველაფერი. და ეხლა პირიქით ხომ არ იქნება, თორნიკე ხომ არ არის შემდეგ ვოკალში, ანუ არა, თორნიკე. არა, ხო? გასაგები. თუ საპრიზო ადგილი აი მე მაქვს ჩემი მიდგომა რა. თუ საპრიზო ადგილი შენ არ შეგხვდა იქ ევროვიზიაზე. მაშინ რისი ღირსები არიან, იცი ეგენი? ჯაბოვიჩი უნდა გაუშვა და ცოცხლად უნდა ამღერო. და უნდა ასმენინო ჯიმის ცოცხლად დამღერი მაგის ღირსი არიან ესენი და ეგენი და მართლა ისე სხვათა შორის. ანუ ესე იგი თუ შენ მანდ არ ვიცი ხა მართლა რაღაცა თუ არსებობს ამ ქვეყანაზე თუ მანდ ხა სიმღერის ნიჭს და შესაძლებლობას და ვოკალს ყურადღებას არ აქცევენ, არც სილამაზეს აქცევენ ყურადღებას, არც დადგმულ ნომერს და არც ქორეოგრაფიას და არც ვიზუალს, მაშინ მართლა გაუშვათ ჯიმი და რაღაცა ვიცინებთ მაინც სულ ყველა და გავერთობით ამას შემოევლოთ ჩემი თავი. კი ბატონო. შენ მითხარი ახლა ესე იგი უფრო დეტალურად ანუ ქალბატონი ქეთი გაბისიანის არის როგორც იცი. ქეთი გაბისიანის სიმღერაა, ბუკა კარტოზიას ტექსტი არის და ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ესეთი გახდა ახლო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ძალიან ესე გულით მღერი ამ სიმღერას, იმიტომ რომ გვაქვს ქართული ელემენტები, ძალიან კარგი არის ფოტოშოპი ჩემთან ერთად, სცენაზეც მომყვებიან ელისიანის ბიჭები და მოკლედ ესე ვთქვათ ქართულ ელემენტებს ვაჩვენებთ მთელს ევროპას კიდევ ერთხელ. ძალიან მაგარია რომ აი ეს ქართული ჩვენი იდენტობის საოცარი შემადგენელი ნაწილები რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც დოზე და თან ჩვენ საკეთ შენი სამეგობრო მშვიდად ვიქნებით რომ მარტო არ მიდის გოგო ბიჭები სცენაზე იქნებიან რა ელისიანის ბიჭები და მშვიდად ვიქნებით. სხვათა შორის თუ გიფიქრე ისე რომ ევროვიზიაზე აი როდესაც წახვიდოდი მაგალითად ჯიმიც გაგეყოლა მაგალითად თუ გიფიქრე ამას. არ მიფიქრია, მაგრამ წამოვიდეს ჩემთან ერთად. წამოვიდეს და რას მიიღებ შენი აზრით მაგიტი რომ ჯიმი ევროვიზიაზე წამოვა? ანუ უფრო დიდი შანსია მოგების. მართლა? კი, უფრო დიდი შანსი იქნება. სხვათა შორის თვითონაც აქვს იცი ამბიცია. სანამ მოხილოდი მეუბნებოდა გაბუოკ ცოტა უგულდაწყვეტილი ვარ. რომ მეეცო შემეძლო წასვლა. ოღონ ის შენთან ერთად კი ის მარტო უნდა იმას წასვლა. ხო და შემოვა ეხლა და გავერკვიოთ რა. კაი, აბა მოგზაურობა. როგორი ვიზუალით მოხდა. აკა ფრიდომა. როგორ ახარ ფრიდომა არ მოგიშალოს ღმერთმა ჩემო ოქრო. ფრიდომის ფასი არაფერი არა ამ ქვეყანაზე. როგორ ჩემი მარიამი იყო და მოგესალმებათ ადამიანი რომელსაც არა ადამიანური ხმა მოდის ჯიბიჯაბასია მესაზე. ბრავო. ჩემო მარიამი ეგ ღიმილი ხო უკვე პრიზია რაღაცი გვჭირდება ევროვიზია. ბრავო. ბრავო.
როგორც მივხვდი ჯიმი შენ ევროვიზიაზე გინდოდა წასვლა. არ მეკუთვნის ვია. გინდოდა ეს ახლა ჩემი დედა ჩემი სახინება კი არა. გინდოდა. მინ კაი წინა წეს არ ვიძახი, არაფერს პირობითი მქონდა არ გამიშვეს მე. ახლა მე ვინ არის მარიამ შენგელია დაგაუგე. შენ მამიდაჩები დალია ბესაძე, იცი? მამიდაჩებს დალია ბესაძეს ჩემი გამოჩენა უფრო გაუხარდებ ევროვიზიაზე, ვიდრე ამ მარიამის. და მამიდაჩები პატარა ფიგურა არ არის, რო იცოდი შენ. ხო, აი, ახლა გადევიდეთ კი, ვინა მამიდაჩები ტყუილა, რავა ტყუილა, რა ტყუილად ვისწავლე ზოოვეთში 4 წელიწადი? აბა. თურმე კონსერვატორია უნდა ქონდეს რო წახვიდე კანა. მე ზოოვეთ შევწირე წლები. ჯიმი მომისმინე, ზოგადად ევროვიზიაზე რა სიტყვი? არა ბიჭო, რაღაცა მარიამ შვილო, სად მიდიხარ, გოგოს? პოლიტიკური პროექტია, მაგი არის პოლიტიკური პროექტი და აი მანდარი ზაღლისთავი დამარხული. მაგიტომ უნდა გაგეშვით მე და კახაგუგავ ასე ვართ ერთმანეთს. ხო, კახაგუგავას პატარა ბექგრაუნდი არა აქვს. კი ბატონო, მარიამ შენგელი ზუგდიდელი. ამ ღერისტა ვიცი. რა უნდა გააკეთოს? ის წითელი კაბა მომგებოდა თეძუებზე მე ნახევის გოუშვები. ნახე როგორ გიხდება წითელი საერთოდ. ხო, ის წითელი კაბა არ მომერგო. დიახ. არაჩვეულებრივად გაცვია ჩემი. ურმესი მადლობა ძალიან. აბა, დექი არის წამი დამენა. ბატონო, დამიდექ ვერჩი და მემშვენი. ხო ვარ დანგელოზები. ნემოიასენემა. არ გადადო რა მე გავუშვი. ურმესი მადლობა. დიახ, მომისმინე. ჯიმი, რა მე მარიამთან დაკავშირებით, მარიამს ასე. მარიამ მომისმინე, ჩემო სიხარულო, ჩემო ღვთაება, ჩემო ანგელოზი ხარ, როგორ რაღაცა იცი ხა მე მარტო წავს ნახა, მარტო ჯერ საწავალ კაცო უკვე ასაკში ვარ ხა. წევიდეთ დუეტში მედაში. წავიდეთ. და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეხა ჩემ პროდიუსერს დაურეკავ და გავესაუბროთ. აბა მიდე. ახლა შევიდა მეტროში მაინდა. აზია ხო. ჯიმი, ამ ხელა პრეტენზია რომ გამოთქვი ახლა, რომ ევროვიზიაზე უნდა წახვიდე, შენს მონაცემებზე გაგვესაუბრე. ხმით გოგიც საბაძე. კი ბატონო, სტილით ჰამლეთ გონაშვილი და ზოდიაკოს ნიშანით გავარ, ნუგზარ ერგებლიც. კი ბატონო. მე როდესაც სიმფონიურ ორკესტრთან ცოცხლად სიმღერა შევასრულე, რასაც თქვენ და თქვენი ბენდი ვერ ეხირწებით, მე ცოცხლად შევასრულე სიმფონიურ ორკესტრთან სიმღერა. ბატონო! რა დაარქვეს იცი ამ სიმღერას? რა დაარქვეს იცი? როდესაც ეს არის სიმღერა, როდესაც სული ტოვებს ხეულს. კი, ეგრეა. ესეთი ხმა მოდიოდა. კი ბატონო. მომისმინე, როგორი ხმა გაქვს ზოგადად? ეს შეგნებულად არ იმღერებ ჯაბოვიჩი თავის ულამაზეს სიმღერას, იმიტომ რომ არ მინდა ევროვიზიის ორგანიზატორებმა იფიქრონ, ხო არ ვიჩქარეთ მარიამზეო. არ მინდა სხვათა შორის ღია ცისქვეშ სიმღერას მიგძალავენ. რატო? ფრინველებისთვის არ არის, კაიო, ხელა ყვავ. არ არის. აუ, კაია, კი. ესი თათა გიორგოვი ბაბიკი ეს მარიამ შენგელი. მე შვილო სირინოს მიზახი. სირინოს დოგონაღა მომისმინეთ აგერ სირინოს თუ მიზახი დააბოლოვეთ იგი შუაში მიტოვებული სახელი არ გამიგია. აი მე დაგო შეგადავარჩინე. იყო მოსაზრება რომ ჯაბოვიჩის სიმღერა კოსმოსში გაუშვათო. მე ვიღაცა ჭკვიანი გამევიდა და მაგი ასტეროიდის სახით დაგვიბრუნდება უკან და დავარებოთ დავიდე. ხო ჩემო ბატონო. ჯიმი, უცხოეთში თუ მოღვაწეობ? შოტლანდია ხო იცი? ო შოტლანდია გვერდა. შოტლანდიის სახელით გამოვედი ერთხელ, რაც არის კაბით. ხო გამოვედი და დავაფრიალე ნაციონალური რაც არის კაბით რო დავფრიალდი ერთადერთი კაბიანი მონაწილე ვიყავ ვინც გალახეს სცენაზე. სხვათა შორის სადაა ბალტიისპირეთის ქვეყნები რო აგერა ბართაიასთანა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოგიწოდებთ. მე როდესაც ევროვიზიაზე გამოვალ მაღალი ქულები არ დამიწერო, თორე ცოლიო ეჭვიანოს ვერ და დაანებო. სხვათა შორის იტალიის სახელით არ ვარ მარიკუნა გამოსული? იტალიის სახელით მე გამოვედა იმ წელს იყო ელჩი რო გეიწვია ჩვენგან იტალია. ხო, აქ პერიოდია, კი ბატონო. აუ რა კარგი კაცი. კი ბატონო. ჯიმი, სამომავლო გეგმებიც გითხარი. სამო ამერიკულ ხმა თუ რაღაცა პროექტი. ამერიკულ ვოის. ხო, მან გუდა მივიღო მონაწილეობა. მე როგორ ფიქრობ, შანსი გაქვს? რა ვიცი, ბიჭო, კეთი პერიმ დამილეკა აქამდე ჩამოდიოღო შენოდა. კეთი პერი პატარა ფიგურა ხო არ არის კაცი. შენგენაცოლი, კი. რა იყო გათიში. ხო? ბიონსე, ავი. ბიონსე. ხო, სიხა. რა ვიცი, გოგო, რაფერ ვიქნები ბიონსე, შენც რანაი ლაპარაკი იცი? ხო, შენგელიას უშვებენ, ჩემა. კი, მეგრელი, კლანი, ხო, კი.
კლანი, რა ვიცი ინგლისური. ხო, კაი, მე ჩაგიგდებ. გეტყვი ინგლისურად. კაი, ჩაგიგდებ. არც ამან არის ინგლისური თუ ამასთან საქმე. ხო. კაი, კაი, ჩაგიგდებ, კაი. რაო. მამულიშას ნომერი ჩამიგდებ. ბოლოს გეტყვი ჩემო მარიამ, შენ გეხუთო შეხარ, ჩემი ოქრო გოგო და მე იქა, რასაც დავამესიჯებ მაგით, ჩემი იგია, ის მე იქა, ხმა, აბარა პერიგრა, ბომისმირე, როცა ხვალ იქანა შენ, წესიერად მე იქეცი. თავშეკავება, ზედმეტი ღიმილი არა. გესმის ქუჩაში, აბა გაწონასწორებულად არავის არ აფიქრებს. ხო, მაგას მარიამს ეუბნები? ბიჭო, რა ვიცი, მე სადაც მიშვებ, სულ ამას მეუბნებენ, ასევე იქეცი რა. მარიამ, აბა შენ იცი. სიხარული და სიყვარული ჩემო ოქრო. ოპა, გიორგი. გადავრჩით, რომ ეს არ მიდის და შენ მიდიხარ. ცოტა ინერვიული, რაზე მარიამ? აფორიაქტი ხო, რომ კონკურენტი იყო? კი. რა ვიცი, მოკლედ რა გითხრა მარიამ? კი, გარდა იმისა, რომ სულით და გულით შენთან ვართ. მესიჯებს როგორც ვიცი ქვეყანა ვერ აგზავნის, მაგრამ სხვა ქვეყანაში მყოფ ქართველებს შეუძლიათ დაგიმესიჯონ და მოუწოდებ ყველას, რა თქმა უნდა, ჩემი თქმის გარეშეც ალბათ იცით რომ ჩვენს ქვეყანას და მარიამს უნდა უგულშემატკივროთ და აბა დავირაზმოთ და როგორც ვიცით ხოლმე შესევა და წამოწევა ხო იცი აბა ლაიქებში და აბა მესიჯებში მაგაში უბადლო ვარ და მარიამს ჭირდება ზუსტად ესეთი მხარდაჭერა ჩვენი და ჩვენ წარმატებებს გისურვებ შენზე რაც არის დაკისრებული ზუსტად ვიცი რომ საოცრად და მაგრად გაართმევ თავს მადლობა ძალიან და ევროვიზიაზე თუ მოიგე მომიკითხე იქიდან კაი ხო ასე დამიქნია ხელა მივხვდები რომ მე მიქნევ ხელს მარიამ შენგელია იყო დღეს მეგობრებო ჩვენი გადაცემის სტუმარი ხო მარიამ ისე ვერ გაგიშვებთ რა ვერ გაგიშვებთ ისე არ შეიძლება ერთი პატარა ევროვიზია მოგვიწყვი აქ კი ბატონო დევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფილარმონიის სტუმრები 30-ში მას შეეგებეთ გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი რა ბრენდი, ახალ ხეს რას ლაბარაკ ძალიან მიხარია წამყვანი რა გადაცემა თეთა კაცო კეთილი იყოს თქვენი მოგზანება თქვენივე გადაცემაში გამზადით მოგესალმებით მოდით ახლა მოუყვეთ მაყურებელს დიდებული ამბავის შესახებ 30 მარტს საღამოს 8 საათზე გაიმართება ღამის შოუს ბენდის კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგობრებო დიდებული ამბავია მოკლედ ეხა მოისმენთ თქვენთვის საყვარელ სიმღერებს საოცარი გარემო დაგხვდებათ არაჩვეულებრივი დეკორაცია ისეთ ხალხს იხილავთ გელასთან და გოგონებთან ერთად ცნობილ ადამიანებს რომელთან ერთადაც მათ დუეტები აქვთ ნამღერი რაღაცა ჩვენც გქოთ ხმევინე დიდი მადლობა გაბუ მოწვევის რაღაცას თუ გინდა ჩვენ მაგიროთ შენი მღერე და დაგემშვიდობებ ლა 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 ეს არ იქნება მეგობრებო ეს იქნება არა მე ჩემი ნამღერი ეს გაბო შენ ხარ წამოხვალ ისე მე მოვდივარ კაცო აბა იქ რომ მითხარი რომ არავინ არ შემოვიდეს უცხო ვინ უნდა გააკონტროლოს მაგი მაგაზე ჯიმი იყო ჯიმი და მე ჯიმის უნდა მიეხმარო თორე მარტო ვერ იზამს მოკლედ კარგი მე კი ვთქვი მაგრამ მოგვიყევით ახლა მართლა რეალურად ნუ პრინციპში ყველაფერი რეალობაა ვთქვი მე რას ვთქვი მაგრამ კიდევ რაც დავაკელი და რაც კარგად ვერ ვთქვი თქვენ თქვით ხო რაც მოყვები იმას პლუს ფილარმონია არის განსაკუთრებული სცენა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოყვება ამ ყველაფერს და შესაბამისად მზადებაც არის გამორჩეული, დატვირთული, მამაღელვებელი. უნებრივია. ძალიან საინტერესო სანახაობა გამოვა. გარდა იმისა, რომ ადამიანები მოისმენენ იმ სიმღერებს, რომლებიც ძალიან უყვართ და მონატრებული აქვთ, იმიტომ რომ არ გაგვიჟღერებია ბევრ სცენებზე და არ გაგვიჟღერებია ხშირად, მოკლედ დატკბებიან და მგონია რომ ძალიან ბევრ სიყვარულს გავუცვლით მოკლედ ერთმანეთს. გარწმუნებული ვარ, ეჭვს არ მეპარება რომ ასე იქნება და საინტერესოა თათა ხომ არ დაამატებ რაიმეს კიდევ? დავამატებ იმას, რომ ყოველდღიური რეპეტიციები გვაქვს, მართლა ძალიან ბევრს შრომობენ ბიჭები, ნუ გელა არის ჩვენ
ჩვენი, ესე იგი, გენერატორი იდეებისაც და თავი კი, ნამდვილად ესე ცეცხლი ჩვენი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ფილარმონიის სცენაზე შესრულება. ვემზადებით თავისი კოსტიუმებით, განათებით. ბაკურ ბაკურაძეს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ სასწაულები მოხდება სცენაზე. და აი მართლა ეს შოუ აუცილებლად დაამახსოვრდება მაყურებელს და მსმენელს სამუდამოდ. მადლობა ღამის შოუს შემოქმედებით გუნდ ზვიად ბლიაძეს, შენ ყველას, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრს ნიშნავს, როდესაც ბენდი ამდენი წელი არის ეკრანზე და მაყურებელს ასე შევაყვარეთ თავი. ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ ნამდვილად გრძნობთ ჩვენ ამას და ჩვენც თავს არ დავზოგავთ, აი ამისი თქმა მინდოდა, რომ 30-ში იქნება ძალიან ფოიერვერკები იქნება 30-ში და გელოდებით ყველას. მადლობა ზოგადად ამ გადაცემისთვის, მადლობა გვერდში დგომისთვის და მადლობა ბიჭებს იმისთვის რომ ხარისხიანად უკრავენ, რასაც უკრავენ. ნამდვილად ეგრე არის, საოცარი ბიჭები არიან. მადლობა კიდევ იმ ხალხს წინასწარ, ვინც მოვა. კი ბატონო. იმიტომ რომ ნამდვილად ალბათ შეამჩნევდნენ ჩვენი მსმენელები და მაყურებლები, რომ ცოტა პაუზა ავიღეთ და ახალი სიმღერები გადაცემაში არ ვქონია. აი, ეგ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თემა წამოჭრით, ბევრს უთქვამს, რომ რატომ აღარ მღერიან ახლებს, ემზადებოდით აი ამისთვის. ემზადებოდით ამ კონცერტისთვის და აი ამ დიდი კონცერტით რაღაცნაირად ამ თავს დავასრულებთ და დავიწყებთ ახალ რეპერტუარზე მუშაობას. დიდებული ამბავია. ახალი ერა ღამის შოუს სიმღერა. მოკლედ 30-ში ყველანი შევხვდებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეხლა ნახეთ, ესე იგი მელიქიშვილის გამზირზე 30 მარტს საღამოს 8 საათზე იქნება ია თათა, ვარდი ბაბი, ბზა გელა. ბზა. და ჩემი ზედმეტსახელი იქნება დღეიდან ბზა. ბზა გნოლიც. სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი ცოცხლობს ბზა და სულაც ძალიან კარგი შედარება იყო. კი ბატონო. თავარია ბზარი არ იყოს და ბზა რა. გელა რას ლაპარაკ. ეხლა ინდივიდუალურად მინდა დაგისვათ ორიოდ შეკითხვა. თათა, შენი აზრით შენამდე რამდენ ფსიქოლოგს ექნება ფილარმონიაში ნამღერი? ძალიან საინტერესო კითხვა, არ ვიცი. არც მე არ ვიცი და მაგდო გეკითხები. მაგრამ ვისურვებდი რომ ბევრს ჰქონდეს ნამღერი და ანუ შენ იქნები პირველი ფსიქოლოგი? შენ იქნები პირველი ფსიქოლოგი, ვინც ფილარმონიაში იმღერა? კი, ალბათ. დამამშვიდებელ ეფექტს მოახდე. ანუ ეგ საინტერესო იყო, ანუ სიმღერების გარდა რაიმე თერაპიასაც ხომ არ პირდები მაყურებელს თქო და აი მე ვცდილობ ხოლმე რომ ისეთი ტემბრით ვიმღერო, რომ რაღაცა ესე ხავერდოვნად და ესე გულს ეამოს. ძალიან კარგი, ესე იგი ესეთი ამბები ძგველის. ბაბი, შენ მითხარი ახლა კონცერტზე შოუს ელემენტები თუ იქნება. ხვდები რომ სგულის ხო? არა, ანუ ჯაბოვიჩის შემოსვლა თუ გეგმავთ თქო, ანუ სადმე იქ თქო, მაგიტო გეკითხები, ესა შოუს ელემენტი. იცი არის, ჯაბოვიჩი არის სრულიად თავისუფალი ადამიანი. ანუ შემოუშვებთ დარბაზში? ანუ დარბაზში უშვებთ? კი, რა თქმა უნდა, დარბაზში იქნება. შოუ და პერფორმანსები უკვე მისთვის მიგვინდია. რა სიზამს არ ვიცი, ამიტომაც ღირს რომ მოხვიდეთ და საკუთარი თვალით ეხილოთ არ გამოტოვოთ. ამიტომ ჯაბოვიჩისთვის 29-ში ეს კონცერტი. ანუ 31-ში რომ იქ რაღაცა მოახდინოს. ჩვენ რეპერტუარში ყველაზე ისეთი გამორჩეული და საკულტო სიმღერები რაც იყო, შევასრულებთ ავტორებთან ერთად. რაჩეს არ დავაკონკრეტებთ. ბაბი, რა მაინტერესებს, იცი? აი ახლა მაგალითად 30-ის კონცერტზე. ხო. შენს მაგივრად ანრი ჯოხაძე ხომ არ გადმოფრინდება აივნიდან, ეხა შენი კონცერტი რომ არის ან ამ შემთხვევაში. არა, კაცო, იმიტომ რომ ანრის კონცერტზე ბაბი მიფრინა და ბაბის კონცერტზე რომ ანრი მიფრინოს რა აზრის ხარ ამას? რო გავთანაბრდეთ. ხო, რაღაცა. იცი რა არის ხო, ბევრი ელოდება ეტყობა მაგას, მაგრამ ანრი იქნება პარტერში. ანრი იქნება პარტერში. ანუ ფრენა არის, ანრის ფრენას ვერ მიხილავ? ანრი მე ყველაფერი მოილია უკვე. იფრინა თავისი. როგორც თავად ამბობს. კი ბატონო, იფრინა კიდევაც, ისურა კიდევაც, ყველაფერი გააკეთა და ახლა მშვიდად წყარად დაჯდება პარტერში პირველ ადგილას. შენ შეხედე თუ საჭირო გახდა. ვაი და ხალხმა მოითხოვა. მანიშნე მე. გამკეთებელი ხარ. მოვაწყობთ ანრის ფრენას, არ იქნება პრობლემა. კარგი. ესე იგი, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით არავინ არსად არ იფრენს, მაგრამ საღამო იქნება ისეთი, რომ სიყვარული იფრენს აი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ნამდვილად.
მოკლედ ეხლა მე რა ვიცი ბევრს აღარ მოგაცდენთ კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ და სანამ დაგვემშვიდობები და ვიმღერებთ ლაშა ჯოხაძეს უნდა გადაუხადოთ მადლობა რომელმაც ჩვენს კოსტიუმებზე იზრუნა და კი ბატონო მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ჩემო მეგობრებო რეპეტიცია მე მგონი კიდევ ერთხელ ჯობს რომ ვიცი რომ ბევრ რეპეტიციოთ მაგრამ ერთი რეპეტიცია კიდევ გავიაროთ ფილარმონიამდე აგერ ჩვენთან ჩვენს ყველას გადაცემაში მაშინ გთხოვთ გელა მიიღეს სტუმრები აგერა მიიღეს სტუმრები ჩემი გული არ დაგთმო გეფიცები მივარხარ როგორც არასდროს ვერა დაგთმო